ჭია მოპონინე. კი რო იყოს ქუთაისში უფრო მაგარი იქნება რა. ხალხი არ დადის. ამას ვიგეთე. Jingle bell, jingle bell. Jingle. მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ ყოფებით თოვლიან ქუთაისში. ხო, თოვლიან ქუთაისში. დღეს ჩვენ გავესაუბრებით ქუთაისის ხალხს და ასევე წავალთ საშობაო სოფელში. სადაც იქნება ჩვენ რო გვიყარს. რა არის? საჭმელი, სასმელი. გავსინჯავთ ერთი. რა დაგვხდა ქუთაისში ავნაირი. ხო და. შემოგვაწოდეთ ახლა დანკინო. სამიბლეყო ერთად. არა. სანამ ახლა ხაქს გავასინჯებთ და შევჭამ დგას მანანე დევიწყოთ ბიჭო ჩვენ აგერ ახლა. გაშალე მეორე მხრიდან. ხოთი და იქ. არა, გაც კაია. ვაუ, შენიერი, რა. აიცა. მაიტა, მაჭამ. ორა კაია. თან საქმე წევედი. ამონი. მეცა ვერ მოვდივარ. ვაიმე დავსოლ. ბიჭო ხე რაფერაც უკვირდები მე ისა გაქვია. კაი სიტუაცია იხოდება ნაჯი. აი სიტუაცია, მაგრამ ხალხი რო იყოს ქუთაისში ვაფი არა. უნდა არ კეთდება არაფერი. შენ ჩემი მათილარი და პოცილი აგერ. კი არა იქით კი არის. ხო და ხალხი რო იყოს ქუთაისში უფრო მაგარი იქნება რა. ხალხი არ დადის. ბიჭო, ასაკატო განწყობა უნდა შევქნათ რაღაცა მერიჭრისმას, რაღაცა ის სიმღერები. რა ვქნათ ახლა იცი? ხო. გავიდეთ. გავისაუბროთ ხალხს, როგორი მოწონ, როგორი სახალხო განწყობა აქვს რაღაცა. მალე გევიყინე. გოჭის ფას თუ შეწვდნენ ვაფშე? ახალწელს გოჭი თუ ექნება ცუფრაზე 680 ლარი ღირდა ერთ-ერთ მაღაზიაში. მართლა? ვიცი. ხო და კითხოთ რა რაღაცები და ვის დეგვევასება? ვაი, თუ ყავართ გამოწერილი, კიდე ეგეც ვკითხოთ თუ გამოაწერინოთ? არ არის პრობლემა. წავედით. ჭია მოპონინე. რა? ქუთაისში კაიჩილი ვერ გავაჩერეთ 200 რეალში. ცოტა ესეთი ხალხი თავის ფიქრებშია, ვის აინტერესებს შენი. გოჭი 680 ლარი და ვის ინტერვიუება? 680 ლარი რომ მიცემ, გოჭი რა ის ინტერვიუ დანა რომ დამარტყა სისხლი არ დამომივა. მoni ხალხი ინტერვიუ აი გაგრას. თუ შეიძლება 2 წუთი საახალწლო გადაცემას ავითავ. შეიძლება. ხო. ყველაფერი შეიძლება. მოკლედ გვაინტერესებს ქუთაისში რა ქმნის საახალწლო განწყობას ქუთაისლებისთვის. დღეის მდგომარეობით ალბათ თვითონ ხალხი. და სად ხვდებით ახალი წელს, იმიტომ ახალი წელი ზოგადად ოჯახანას როგორც არის ჯესახში და მე ნახოთ. ახალი წელი ოჯახანასაც წინდება. თუ არის რამე ესეთ ღონისძიება დაგეგმილი ქუთაისში, აი სახში და მერე ვნახოთ, აი ეგ მერე ვნახოთ თუ არის რამე ესეთი. თუ მე როგორც ვიცი ივენთებია და ისე საახალწლო კონცერტიც არის, აი მოედანს. ძალიან კაი და ბოლოს ასე ვკითხავთ, ჩვენი არხი როგორ გამოწერილი. იმერული ვაიბი. კი, სუხი კლებს რაღაცებს ვეჭამთ, ვიცი, ასე რომ ეკუთვნის ვაჟი. აი ეს კვილეული ჩვენგან შეგიძლია მიირთოთ. სახალხო სოფრაზე შეგიძლია. კილოცად დამდე გახაძე. მადლობა. ბრავაზა ეს არის. არგად. აუ რა. რა ხდება ქუთაისში? ვაიმე. ქუთაისში ნამეტანი გაგვირთულდა. რამეტანი გაგვირთულდა ეს ესენი. გვირილაო, რა უნდა, გვირილას ამ შუაზამთარში. 2 წუთი? რო ჩაგწეროთ, თუ არ იქნება პრობლემა. კი თუ არა? არა. აჰა, შენიერ. კაი, მოკლედ, რა ვიცი, 2 სიმღერას აგიმღერებს, თუ გავაგზელებთ, თუნდაც მოგცემთ საჩუქრად სიმბოლურად საახალწლო ახალი წელია, რა განწყობა. დაიწყე? არა, შენ დაიწყე. ახალი წლის ჯადოს ნურღამეს თუ ბალიშის ქვეშ ეყოფ პატარა 1-0. ახლა მეორე შეხედე. Jingle bell. Jingle all the way. იცი ზაო რა ვქნა. აგერ გამოვიდით. მადლობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი იმერული ვაიბები და ჩვენი არხის სახელით გილოცავთ დამდე 2026 წელს. მადლობა დიდი, კარგად. აი მე როგორც შევაჩი.
გავჩერდი. ჩაგვირთა მუსიკები, დადე. ჩემი გოგო სტუდენტია, მე გია, მარა. საზაზე რომ მიგორდება მატრიკოსო, მარა. ეგი? გადააღანე, მონგანა, 500 ლარი, გაიყვან დროული. გია, ძმოსით მოსტა გაგების ქალაქი, პროსტა ცივა დღეს. ო, ეგი ცოტა. სიყვარული გაგება და რა ვიცი რა. მოკლედ. შენ სახელი? მათე. ოსიამონუა? გიგი. სეხნიები ვართ, მე ლუგამ ქვია. გაინტერესებს სახალხო სუფრაზე 3 კერძი, რაც აუცილებლად უნდა იყოს შენი აღება. გიგი ლაბარაკე? აი მე აუცილებლად. ხო, შენთვის რა? სალათი ოლივიე, აი უეჭველი უნდა იყოს და აწეწილი. აწეწილი და ოლივიე? აუ, ორი სალატი, ანუ მარმალადი? არა. მესამე? მესამე კერძი მენა კერძი. რაც გინდა შენ თუ ტკბილეული იყოს, უბრალოდ ესა. ან ჩურჩხელა, ჩურჩხელა მენა უნდა იყოს. ჩურჩხელა. კი. აი, კაი, აბა მეორე კითხვაც, მაგრამ რის წელი მოდის ახლა თუ იცი? აჩუ. ცხენის. იცი, რას ვარ, აღინო. ვერავეს ვერ აგეს ნო შენ? ჩვენი ახისგან იმერული ვაიბები გილოცავს ახალწელს. მადლობა. გამოგვიწერე YouTube-ზე, ვიყურე და რა ვიცი. კაი გათამაშები გვაქვს ხანდახან და აიცი რას გამოკრავ ხელს. აბა კარგია. მადლობა. გილოცავ და რაღაცას. ჩვენს გილოცავთ. მადლობა დიდი. აბიჯო, კაცი, აი მე ვიდა არ წვენია არაფერს. აი წვენია, ხელა კამერა მიიღებს. აი, გამარჯობათ მეგობრებო. 2000 კაცი თუ 2060 კაცი თუ რამდენი არიან? სანამ არ იმასიზა, შიფიდურე, შენ მანამდე არ იმასიზა. ხო, არ გაჩერდება. წამოჭამოთ რა. იცი გავიდეთ. იქ სახალხო სოფელში კარგად დავთვალე თუ რამე არის, ბარემ კრიტიკის ხარცეცხი გავაწაროთ. საგეშქო წამოდი არ მიჭამე ერთი. კლინტონი არ მინდა ოღონდ. კლინტონი შამახს. ესა ბოჯო. ეგია სახალხო ჯუნდად გაჩვიდა რა არის? რა? სახალხო სოფელი დახლები. აჩვენა დუჟეილება. დახლები დევს რასთავარია. წამოიქნა საჯველი ნახთ რა. კაი, იმასკენ რა ქვია? ნაძვისხე, ნახე რა, მაგარ ნავაროჩეი ნაძვისხე, არ მივიდე? წამო სათამაშო ჩამოვხსნათ ერთი ცა. ჩამოსხნათ. სახში ბეჯო. მისაკიდებელი მაქვს ერთი ახალი სათამაშო რა და. აგა საჭმელად მოდი. თქვენი ნაძვისხის ფოტოები ჩააგდეთ კომენტარებში. ეპატაჟური სურათები გადავიღოთ თუ შეიძლება რა. კაი. მოდი რაღაცა იქითარი რაღაცა იმ გლინტოინია, ეგ გლინტოინი არ მინდა, რა ჯანდაბა, რაღაცა სხვა. არციან შია გუჯი მირხრება და რაღაცა. მივიდეთ და რა ლამაზად მიყურებს. ნახე რა, ხო კაციშვილი არაა, მაგრამ მაინც როგორი ლამაზია ეს. რუიზე ნაკლები ნაძვისხება, მე ვიტყვი ლექს. აპა ლუკა, თქვი ლექსი და გაჩუქებ ფოჩიან კამფეტს. ნაძისხეო, ლამაზო და შენიერო. როგორ მინდა შეზგარშევო. ნუ ჩხუბობ, გალვადონო რა იყო. მეც ვიცი ერთი ლექსი, ლუკა. ისე. თოვლის ბაბუ მოიტანა საჩუქარი ბრაკი, წაიკუზა. სნეგუროჩკა აბიჯო მაგარ დაწერეთ. წამო, კარგია. ზულად მართლა სერიოზულად რომ მივდგეთ საქმეს, წავიდეთ და საკვები ობიექტები ნახოთ თუ რამე გვაქვს. იმერული ვაიბები იმერეთში თუ არის რა. მაგრამ ის არ იყოს, ნეპოტიზმი არ იყოს ახლა. ნეპოტიზმი არის, რომ შეერო დარჩება, ამას ვატყობ მე. ბიჭო, არაფერი არა, ხო 4 დახლი დგას. და აქედან ერთი მიამაა. წამოდი, რას გვაჭმევთ? ლაქსოს. რამე გებრიელი. ეს არის ლობიანი ხოვლა, კამეჩის სულგუნი. ვითი? კამეჩის სულგუნი. სულგუნი გიგიყვა შენ და. არა ლობიანი მინდოდა. რო გადავიღოთ ხოლმე, რა პრობლემა. კაი, ესენი რებია? ეს არის ფახლავა, ეს ჩიზკეიკი. ჩიზკეიკი? ეს არის ფელავუში. მოდი მე ეს მინდა რა. ეს გოზინაყი მინდა. დავა, მოდი ახალ წელს გოზინაყი უხდება თან. ბატონო, გოზინაყი იყოს. ორი გოზინაყი იმათან. გოზინაყი გვინდა ერთი კალათა. კალათა. კაი, ორი ცალი მოგეთ. ორი გოზინაყი. ესა. მაშინ. სახელი არ აღვაქვს. მაგნოლია. აი მეგობრებო, ქუთაისში როგორი ის არის, რა ქვია, დამთხევარი მაგნოლიაში მოვედი. მაგნოლიის შესაძაც გადავიღო. გოზინაყოს ნამდვილად რა. ძალიან გამძლეა. კი. მე ვიტყვი რომ საუკეთესო გოზინაყია რაც მიჭამია, იმიტომ რომ ბევრი გოზინაყი არ მაქვს ნაჭამი.
მართლა კარგია. მართალია ნიგოზე აქვს შიგნით. აიო. ფელამუში სხვა დავაგემოვნო. მე არ მინდა. მე ფელამუშიც მინდა მაშინ. ბიჭი გადაიხდის აგერ. ნახე ძმა, ნიგოზი მოხეხილიც აქვს და დადებულიც. ეს იცი რა ღირს? აი ზარალშია უკვე დასული. ბებია ჩემო რო ნახოს, ეგ ქუჩაში ფელამუშა მომგლას. სახი არის ფელამუში. კაი ფელამუში. შოდ გუზინა გომარლა. კამფეთ. მადლობა უმესი. გილოცავთ ახალწელს. გილოცავთ ახალწელს მრავალს ესეს. წავედით შემდეგი. ვინ ისე მაგარი ის დაიწყე რა, აი გუზინაკიდან გადადიხარ აქეთ რაღაცა იმაში. სითხარი ერთი კვირა საჭმელი ამჯამინო თქო რა. აი ბატონო. იგი რა. გამარჯობა. რა გვაქვს? მენიუში. ახალწელს. ჩვენ გვაქვს ტოსტი, ბურგერი და სალატი. რომელი მინდა? შენი აზრით ასევე მე რომელს ავირჩევთ? ბურგერი. აბა სალატი. ჩვენი მეურნეობის ღვინო, წითელი და თეთრი. ასევე გვაქვს ცხელი შოკოლადი, ყავა და კეთილი სურვილები. კეთილი სულ. მოდი ბურგერით დავიწყოთ და მე ვნახოთ, აბა. ბურგერი იყოს ორი. რამდენსინებებთ? ორს. თქვენ ობიექტს რა ქვია? ეს ჩვენი საოჯახო მეურნეობა არის. ოცხანური საფრთხე. ერთი რო სიტყვით უთხარით შემაყვებებს ჩვენ სამეურნეო ოჯახურ ბიზნესი. ეს არის ჩვენი ოჯახური მეურნეობა, ასე ვთქვათ, სახლში დამზადებული შიგთავსით, ვთავაზობთ ახალწელს მასულ სტუმრებს, ძირითადად უფრო ბავშვებს, რომელთაც უფრო მეტად უყვართ ბურგერები, სტრაფიკების დასახელების კერძები და ვთავაზობთ ტოსტს, ბურგერებს და სალატს. და როგორ შეიძლება გიპო ჩამოგვიოდე. მხოლოდ საახალწლო სოფელი. ამჯერად მხოლოდ საახალწლოთა ვართ წარმოდგენილი, ჩვენი სტარტაპია, ასე ვთქვათ და ვნახოთ როგორ განვითარდება ჩვენი თავიც და ჩვენი პროდუქტი. სახელიც როგორ გითხრათ თქვენი მეურნეობის? ჩვენი მე ვარ თიკო ბარაბაძე და ეს არის ჩვენი ღვინის ასე ვთქვათ მარანი ილდა. ძალიან სასიამოვნო. ჩვენი შვილების პირველი სახელების კომბინაცია. სასიამოვნო. ლობადით. აბა ნინი? ნინი განვაგზოთ. სუნია ძალიან კაი. ნიკი არ გემომიხარ. ხო, ჩაკ საინტერესო გემოსის ხოთაშებს. ხორცი არის ჩვენებურად შენელებული. ფაქის ხორცი არის. კი, და ეტყობა რომ არატრადიციული ბურგერის გემო შეიძლება. აი იცი როგორია? ძალიან სულუკია. ჭამდა არ გამცინებს. ბატონო, მაგრამ ნამდვილად ღირს რომ მოხვიდეთ და დააგემონოთ რა. ძალიან კარგი. მართლა ძალიან კარგი. მოიყვანეთ ბავშვები ნამდვილად არინანებ შობლებო. მოკლედ მეგობრებო. კრიტიკის ქარცერცხლი გაიარა და ნამდვილად შეიძლება მომწონეთ მიირთვათ. სტიკერი არა გვაქვს, თორე ამით აუ, ხო, სტიკერია. ერთ სტიკერი ვერ დაბეჭდეთ რა. ისჭამ. ამას ნამდვილად ვერ დავტოვებ. რადგან ჩვენი საახალწლო სოფელი ქუთაისში არის ძალიან წირი. სულ 4 ობიექტია, ხო? რა ვიცი, ხო. ამიტომ ამ კარგი სახელი თქვენი? საბა. საბა. რას ვთავაზობ როგორ? ესე იგი, დღეს წარმოდგენილი მაქვს ჩემი მარნის უშუალოდ ჩემი გაკეთებული თაწითელი მაქვს ევროპულად დაყენებული. შემიძლია გაგასინჯოთ, გაგაგემოვნებიოთ. აუცილებლად. და თქვენი მარნის სახელის როგორ ვთქვა? მეღვინეობა კლდიაშვილი. კლდიაშვილი. გვარიდან გამომდინარე კლდიაშვილი ვარ მე თვითონ და შემიძლია გაგასინჯოთ. ავსინჯავთ აუცილებლად. დაატყე, გიგვან წესი არის, ან იგი არის რა. ევროპის სტანდარტებს მოვებივართ. აჰა. ევროპა არის საქართველო. საქართველოს გამომარჯვე, ჩვენ გაგვიმარჯვეს. ილოცავთ ახალწელს. ილოცავთ დამდეგს. დღეს 31-ია. ახალწელი თენდება. დაეწარეთ რავალს, ბედნიერად, ჯამთელად, რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. წარმატებებით და ჯინგլ ბელ. აგერ ამ კაი კაცას მიულოცოთ ასე პერსონალურად. მარანი.
კი ბატონო, სოციალურზე Facebook-ი რამე? მეღვინეობა კლიაშვილი. მეღვინეობა კლიაშვილი ახაც ამონათდება. და რაღაცა. თქვენი პროდუქციის ყიდვა სად არის შესაძლებელი? ამჯერად კერძოდ აი ესეთ ღონისძიებებზე გამოდივართ, ხოლო შემდეგი წლიდან აუცილებლად ქსელურებს გასაგებით. აბა, გაგიმაგ. შემითხოვნა იქნება რომ ამ ადამიანებს დაუდგეთ თქვენ და გაისაუბროთ და როგორღაც შეთანხმდებით რომ ეს პროდუქცია შეიძლება. შემიძლია შემოვიზით კაც გადმოგცეთ. საბაკ ინსტაგრამი არის მაგ. კაი. ესე იგი, ღვინო მესაუბრება, მეუბნება, სად იყავი, ამდენი ხანიო? მოიცა. სხვა რამე არ გიქნას და გესაუბროს არა პრობლემა. შენ თბილისში ხარ, ნამყოფიო უნება. ნამყოფი თუ განავა. შენ მოკლედ მეუბნება. კარგი მარჯვენა და ყველას გილოცავთ ახალწელს. ძალიან კარგი ღვინო არის, მე დამძლე მომეწონა. ახე და ლანდი გადის ეს სუფთაში. ლანდი გადის. ასენტერი და გეცავთ უნდა თქვა. კარგია ნამდვილად. მოკლედ ჩემო ძირფასო ხალხო. ასეთი იყო ჩვენი 31 დეკემბერი 6 საათამდე ქუთაისში. 6 საათამდე კი იყო რაღაცები პატარა წავჭამე წებილუკმით არ გვეყო ბიჭო. ყველაფერი კარგი იყო. კიდე შევჭამთ აღე. მაკდონალდსის ბურგერს აჯობია არქეა. ქუჩამდე არ იმისწრება, აი. მაგარია. აი მაგარია. რასათია ჩვენ ქუთაისის სახალხო განწყობა ხა. ბევრი რამე ვერ განახა. ეს არის 2025 წლის ბოლო ვიდეო. და ჩვენ გამომწერეს გადავუხადოთ. მადლობა იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ვიწყებდით, ხოლმე ერთი იდეა და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა. ამ გზაზე იყო ყველაფერი, მათ შორის აღმასვლები და საკმაოდ ბევრი ჩავარდნები, როცა რაღაცა ისე არ გამოდიოდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ამ წელს ვისაუბრეთ ერთი მთავარი რამ. ეს არის არ გაჩერდე. არ გაჩერდე მაშინაც კი, როცა გონია რომ არავინ გიყურებს, იმიტომ რომ დღეს უკვე 2000 ვიყავთ. ეს ციფრი ჩვენ სხვა სტატისტიკა არ არის, ეს თქვენი ნდობა, რამაც დაგვანახო, რომ ჩვენი შრომა აზრიანია. წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა მომავალ წელს მეტი კონტენტი, უეცესი ხარისხი და კიდევ მეტი პოზიტივი მოგიტანოთ. ეს 2000 ადამიანი ჩვენთვის იმის იმედია, რომ მომავალ წელი ბევრად უფრო ხმაურიანი იქნება. მადლობა, რომ ამ წელს ჩვენი დიდი იმერული ოჯახის ნაწილი გახდით და გვაგზავნებთ, რომ მარტო არა ვართ. გაიღიმეთ, საუკეთესო ამბები ჯერ კიდევ წინ არის. მთავარია ჯერ ეს.